წუხელ არ ვიცი რა ღამე იყო ასეთი გამეღვიძა 2:30-ზე, ანუ რო ჩამეძინა მალევე გამეღვიძა და ამძინებია დილის 7:30-მდე. დილამშვიდობის. ბედნიერ დღეს გიზურდა. და ვარ გამოპრუტუნებული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეხლა მომივიდა SMS, საერთოდ არ მინდოდა გარეთ გასვლა, საერთოდ არ მინდოდა, მინდოდა სახლში ყოფნა. და მომივიდა SMS, რომ ზურამ გამოგვეგზავნა ამანათი და მარიბებოსაც რაღაც ტკბილეულობა გამოგზავნია გოგოებისთვის და უნდა წავიდა და მოვიტანო ამანათი მოკლედ. ყავა დავლია არ მიშველა. ხოდა let's go guys. მიდივარ ამანათი სასაყებად. და სევილთვალებს აყიმჩი. დღეს ქარი. კატასტროფული ქარი გვაქვს. ჩამოვიდა ზურას გამოგზავნილი ამანათი. უზარმაზარი. ნახოთ რა და შიგნით. ესაც ზურას მიერ გამოგზავნილი ამანათი. მაკარონები, ვერმიშელი, ტაჰინი მთელი 9 წლის მარაგი, კაკაოსიც, რა თქმა უნდა. საღებავი გამოვაგზავნე ჩემი წამლები, რაც ვერ წამოვიღე და კიდე კაი რო არ წამოვიღე, იმიტომ რომ გადმოღრილი არის იმიდან ბოთლიდან. ტკბილეულს რასაც ხედავთ არის მარიბებოს გამოგზავნილი. ხო და ვთხოვე რომ გამოეგზავნა ბრინჯის ფქვილი, რომელიც მქონდა სახლში, მურჩი რო გავაკეთო, როცა დრო მექნება. ესეც ქარი. ეხლა ეს ყველაფერი სად დავმალო, არ ვიცი. მოვიფიქრებ. და ესენი კიდე კაი რო არ, მე ძალიან მეყვარხარ და ესენც კიდე კაი რო არ წამოვიღე მე თვითონ, იმიტომ რომ ზეთოვანია, ესეც რკინა და ესეც ომეგა-3, ორივე ზეთოვანია და ორივე გადმოსხმული არის ბოთლიდან. და კიდე კაი მე რო არ წამოვიღე და არ მე ზიპერიანში ჩავდებდი ყველა ვარიანტში, მაგრამ მაინც თავი დავიზღვიე და არ წამოვიღე. ეხა დავალაგოთ ეს ყველაფერი. ხო, გამომიგზავნა ჩემი საღებავები, ხო და თმის შეღებვის დროა. თან ძალიან მაგრად მეზარება სიმართლე გითხრათ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, თმა უნდა შევიღებო. აი, ესეთ სიტუაცია მაქვს ეხა თაფზე. კატასტროფა. ხო და მოდი შევიღებოთ. არ ვიცი რა გამომივა. იმიტომ რომ გამხსნელი ცოტა, მოვიდნენ მშვიდობის მაძიებლები. გამხსნელი. მაქვს 2 ბოთლი და 2.5 მჭირდებოდა წესით. ბადონო. შევიღებთ მები. უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ არა უშავს. თან ისიც არა მაქვს. თმის ბალზამი წამოღებული. ხო და სულ მავიწყდება რომ გავდივარ ყიდვა და უნდა ვიყიდო, თორემ მაქვს ფუჩეჩივით თავი. მესამე საღებავი უნდა დამემატებინა, მაგრამ გამხსნელი არ მქონდა მეტი. და რაც არის, ძალიან ცხელა დღეს. დედა ჩემი გამიხდა ძალიან ცუდად, ისე ცუდად რომ სასწრაფო გამოვიძახეთ. და ეხა კარგად არის ღვთისწყალობით. მივდივარ ეხა გაზიანი უნდა ვიყიდო, რამე ნაბეღლავის ბორჯომისნაირი. და კიდე რაღაც საქმეები მაქვს. გოგოებიც კარგად არიან, მაიმუნობენ, ჭამენ. ლამის მეც შემჭამონ. და დღეს ცხელა საკმაოდ, აი მეტყობა ეხა. რამდენი ხანი კი ვზივარ მანქანაში და სახეზე მეტყობა უკვე. წავედით მოკლედ, რაღაც ცივი მინდა რომ დავლიო. რა მინდა არ ვიცი. აფტა. ვიყავი აფთიაქში. დედაჩემს ვუყიდე გამაყუჩებელი. ფლურბიპროფენ, ტაინსტო, ესე ქვია. თავის წლების. და ასევე ვიყიდე ნიღაბი ნებულაიზერის. იმიტომ რომ ნებულაიზერი მაქვს და ნიღაბი არა მაქვს. ნარგოს გამოგზავნილი ნებულაიზერია. მაიმე კონდიციონერი უნდა ჩავხსო სასწრაფოდ, თორე დავდნი. ხო და
ნაბეღლავი ვუყიდე დედაჩემს და მეს რაღაცა ლიმონის და ლაიმის გამაგრილებელი გაზიანი ვიყიდე. ლაიმის, ლიმონის და პიტნის. ხოდა დედიკოს ნაბეღლავი. რაღაცი ჭამა მინდა. წაღან დალევა მინდა და ეხა ჭამა მინდა, რა მინდა მეც არ ეხა რა სახში შევჭამ. ესეთი ამბები. წავედით? წაგიყვანოთ ესე? რული არ დავატრიალო? და მერთო მაიკო შენზე მე მგონი სიცხე მოქმედებს გოგო. ევეკო არის მის ბუნაკში, ხო? ევეკო. დანი, რა მოგივიდა? დაიკარგა. კბილი დაგივარდა მეორე სახლში და დაიკარგა? კი. დედა. რა ვქნათ ეხა როგორ მოვძებნოთ ეხა მაკბილი რო დაგივარდა, სად დაგივარდა გოგო? ნელა ფრთხილ. ფრთხილად, ევეკო, გეხვეწები რა? თაბრო არ დაგეხვეთ, ევე? დანი, ბოლო კბილი სად დაგივარდა, დედა? მეორე სახლში. თაგვმა ხوار წაიღო? თაგვმა ხوار წაიღო? მოდი აბა მაჩვენე საყურეები როგორ გიხდება მაჩვენე მოდი. მე ფიჭესური ვარ. ეს რადი? არ ვიცი. შეიძლება ყურძენი ჩამოვარდა და ვიღაცამ გასრისა ფეხით. ნახო. მოდი დე მაჩვენე საყურეები. აგერ მოხვალ. გოგო მოგწონს შენი თავი ესე საყურეები რო გიკეთია? შემახედე კარგად. გეტკინა? დანი გეტკინა რო გაგიხური? ცოტა. შენ გინდოდა რო გაგეხვრიტა ყურები? ჰა? კი? გამიხვიდა. მასე მითხარი? დედა. ორი არანორმალური. სულ გადაირივნენ წყალდუბოში. თაბრო არ დაგეხვა, სად მიდიხარ? ვაი, ნელა, ფრთხილა. ენასაც იმას დაუწყობს ლაპარაკს. არა ბავშვებთან არა. გოგო. გაგიხარდათ რომ მოვიდა მელინა? ჰა? მეტი ბავშვი არ აყავს დედა? მარტო ესა. არ აყავს დაიკო და ძამიკოდე? ჯერ? იმას ყურები გახვედილია? გაუხრიტეთ, ხო? თვითონ ქვემოთ ბაზართან გაუხრიტე სალონში. ერთი ამბავი მითია. სამჯერ კი რა შემეწო. არა, ამან როისო. წამიყვანეო, ტირო და ერთი ამბავი დამაწია. მეიცადე, ეველინას არა გახრატილი. ეველინა წლის და 7-ის იყო, რა გაუხრიტე. ევეკო პატარა იყო. კი, უკეთია. და იმან ერთი ამბავით მაწია ტირო და გაგიჟდები რა დღეში იყო. ნუ რო გაიხრიტა არ ეგონა ისე თუ ეთკინებოდა, გაიგანუ ეგონა სრულიად უმტკივნეულო იქნებოდა და ცოტა ცრემლი ჩამოუგორდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. ხო, და მერე უკვე რო წამოვედ, საერთოდ ანუ ტირილ და ისტერიკა არ ქონია, უბრალოდ აი ესე ტუჩები აბზუკა ცოტა და ხო, რო აი ვითომ არ მეგონა. სამჯერ მივიყვანე, ერთხელ მე და თენგო, წლად გაგაშა. არა, ამან არა, თვითონ თხოვა, თორემ მე არც დავაძალებდი, ანუ თავისი დედი, მელინა. აჩვენე საყურეები, თეკლას აჩვენე საყურეები, დანი. წითელები. რა ქვია ამ სახელი? სკოლარიკი. დანი, მოგეწონა? ჰა? კი. დედუ.
მაგარია დე. მოგწონს. ჩემი გოგო. მოგეწონა გოგო თეკლასთან, ა? კი. ეს სახლი მოგეწონა? მოიცადა რაღაცა არის აგერ. ბეწვი რაღა იყო ფოთოლი. დედა. ფოთოლი. მე ვითამაშებ მისი აუზი. მელინას აუში უნდა ითამაშო და იცურაო? თეკლასთან მოგეწონა სახლში? კიდე მოვიდეთ? კიდე მოვიდეთ? დავრჩეთ? დავრჩეთო გოგო ეს ვინ არის? მოგეწონა ესე იგი ძალიან. შემოწონწოლა. ეს ერთობა ჩემი გოგო. კიდე ფოთოლი არა უშავს. ავიღო? რატო ხელს გიშლის? შენ არ გეძინება ქალბატონო? მოიც გავაჩერებ და ავიღებ, ნუ მეჩხუბები. მოიცადე, აბა. ავიღეთ თვალებში ხელს, ნუ ისრისავ თვალებს ძალიან გთხოვ. ვიღაცას ეძინება მე მგონი. ისე შე რა გითხარი მე? იმდანად მოგწონს, აქ დაძინება არ გინდა, ხო? აქ დაიძინებ? ჰამაკში? რატო დალები? გადასარევად გრძდოს ისედაც თავს? ტკბილი ძილი, ხო? არა? დაიძინებს დანი ეხლა. დავიძინე. ტკბილი ძილი ყველას. დანის სათვლით.